გახლართული ტრალის ბაგირები თევზსაჭერ Trawler Antares ეკაჩება, რის გამოც იგი მარჯვენა ბორცზე გადახრილდება და გადაბრუნდება. წყალქვეშა ნავი გადაბრუნებულ Trawler Antares ზედაპირზე მიათრევს, სანამ Antares-ი წყალში არ ჩაიძირება და თოკები არ გაწყდება. Clyde's ყურე დასავლეთ შოტლანდიაში ოდესღაც პოპულარული თევზსაჭერი ადგილი იყო, რომელიც მდიდარი საზღვაო ცხოვრებით იყო ცნობილი. ბოლოს და ბოლოს ინდუსტრიული ტრალერით თევზჭერა აიკრძალა, რადგან ძირითადი თევზის მარაგები მკვეთრად შემცირდა, მაგრამ მანამდე ამ წლებში 80-დან 100-მდე ტრალერი მუშაობდა, ძირითადად პატარა ხომალდები, 10-დან 21 მეტრამდე სიგრძის. ეს ნავები მიზნად ისახავდნენ თევზებს, რომლებიც ზღვის ფსკერთან ცხოვრობდნენ, როგორიცაა კოდი, ჰადოკი, ვაითინგი და პოლოკი. თევზსაჭერი ხომალდი Antares-ი, რომელიც აშენდა 1965 წელს და ბაზირებული იყო კარადეილში, ერთ-ერთი ასეთი ტრალერი იყო. ეს იყო ხის, Stearns ტიპის ტრალერი, 4 ეკიპაჟის წევრით, რომლის სიგრძე ოდნავ აღემატებოდა 17 მეტრს და სიგანე დაახლოებით 3 მეტრი იყო, ხოლო სიჩქარე 8 კვანძამდე შეეძლო. 1990 წლის ნოემბერში Antares-ი აღჭურვეს პელაგიური, ანუ შუა წყალში ტრალით თევზაობისთვის. თევზაობა Clyde's ყურეში მომგებიანი, მაგრამ სახიფათო იყო. ღრმა წყლები, ძლიერი დინენებები და რთული მიქცევ-მოქცევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვდა ნავიგაციისას. ეს ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანი იყო ბრიტანეთის საზღვაო ძალებისთვის. მისი უდიდებულესობის საზღვაო ბაზა Clyde Fastlane-ში, Garlochში, იყო სამეფო საზღვაო ძალების მთავარი ბაზა და ბრიტანეთის ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტის ცენტრი, მათ შორის ზოგიერთი Trident-ის რაკეტებით იყო შეიარაღებული. ბაზა მასპინძლობდა რამდენიმე ესკადრას, როგორც ბირთვული, ასევე დიზელის წყალქვეშა ნავებისა. ერთ-ერთი იყო Trafalgar-ის კლასის შეტევითი წყალქვეშა ნავი, HMS Trenchant-ი, რომელსაც 120-მდე ეკიპაჟი ყავდა. Trenchant-ი იყო ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავი, 82 მეტრის სიგრძით, 9 მეტრის სიგანით, საკონტროლო ფრთების ჩათვლით და 15 მეტრის სიღრმით მართვის კოშკის ზედა ნაწილიდან კილის ბოლომდე. 1990 წლის 12 ნოემბერს HMS Trenchant-ი ტოვებს Clyde-ის წყალქვეშა ნავების ბაზას Fastlane-ში, რათა 6 ოფიცერი სტუდენტისთვის წყალქვეშა ნავის სარდლობის კურსის სასწავლო ხომალდად იმსახუროს. ეს კურსი, რომელიც ცნობილია როგორც პერიშერის კურსი, არის საზღვაო ძალების ყველაზე რთული პროგრამა, რომელიც ამოწმებს რამდენად არიან ოფიცრები მზად წყალქვეშა ნავის სარდლობისთვის. ყოველი სავარჯიშოს წინ Trenchant-ის კაპიტანი მართვას გადასცემს კურსის ხელმძღვანელს, რომელსაც მასწავლებელს უწოდებენ, ხოლო შემდეგ ის მართვას გადასცემს იმ სტუდენტს, რომელსაც ამოწმებენ. თითოეული სავარჯიშოს დროს სტუდენტი ასრულებს ყველა სარდლობის მოვალეობას, ხოლო მასწავლებელი აკვირდება. 13 ნოემბერს შოტლანდიასა და ფარერის კუნძულებს შორის პირველი სასწავლო ეტაპის დასრულების შემდეგ Trenchant-ი შედის Clyde-ის ესტუარში სანაპირო ეტაპისთვის, სადაც 4 დარჩენილი კანდიდატია. კვირა საღამოს 18 ნოემბერს Trawler-ი Antares-ი ტოვებს Caradales, რათა თევზაობა დაიწყოს Bute Sound-ის ღრმა ღარში, არანის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეკიპაჟი ჩვეულებრივ თევზაობს ორშაბათიდან ხუთშაბათამდე და შაბათ-კვირას ბრუნდება სახლში, იცავს შოტლანდიის ოფისის წესს, რომელიც გრძალავს თევზაობას ქვედა Clyde-ში კვირას საღამოს 6-დან ღამის 12 საათამდე. Bute Sound-ი დათვირთული თევზსაჭერი ტერიტორია იყო. Antares-ი ავსებს თავის სატვირთო განყოფილებას და მიემართება თევზსაჭერი ადგილის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ლოგებთან, რათა გადმოტვირთოს დაჭერილი თევზი. ნოემბრის 21 რიცხვში, 17 საათს და 30 წუთზე, Antares-ი ტოვებს Largs და ბრუნდება Bute Sound-ისკენ. საღამოს 6 საათზე, Hunterstone-ის არხში, Largs-ის სამხრეთით, Trenchant-ი ატარებს ცურთნას, სადაც Purser-ის სტუდენტი ასრულებს მორიგე კაპიტნის როლს. სტუდენტის ამოცანა სიმულირებული ნაღმების ჩაქრის ოპერაცია ზედაპირული გემის HMS Charybdis-ის წინააღმდეგ. ამავე დროს Antares-ი აღწევს ღრმა ხეობას Bute Sound-ში, სადაც უკვე თევზაობენ 2 სხვა ტრალერი, ჰეროინი და ჰერკულესი 3. Antares-ი შედის ხეობის სამხრეთ ბოლოში, აგდებს ბადეს ჰეროინის სამხრეთ აღმოსავლეთით და იწყებს დღევას ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. Antares-ი იყენებს დიდ შუაწყლის ტრალის ბადეს, რომელსაც 2 გრძელი ფოლადის კაბელი, ეგრეთ წოდებული ვარპი, ეკაჩება, რათა დაიჭიროს ჯგუფებად მცურავი თევზები, როგორიცაა ვირთევზა და ვიტინგი. თითოეული ვარპი არის ფოლადის კაბელი, თითქმის 500 მეტრის სიგრძის, რომელიც გემბანის ჯალამრებიდან გადის ბლოკებსა თუ გალოუსებზე, კიჩოს ორივე მხარეს. ისინი ყოველ 45 მეტრშია მონიშნული, რათა კაპიტანმა შეძლოს განსაზღვროს, რამდენი კაბელია გაშვებული სიღრმის მიხედვით.
თითოეული ვარპი უერთდება მძიმე მართკუთხა ტრალის კარს ან ოთ airboards, რომელიც ბადეს ჰორიზონტალურად ღიად ამყოფებს. ბადის ზედა ნაწილი უფრო ფართოა ვიდრე ბოლო, რაც თევზებს ქუდისკენ მიმართავს. როდესაც გემი მოძრაობს 3-5 კვანძის სიჩქარით, წინააღმდეგობა რამდენიმე ტონა ძალას ქმნის, რომელიც ვარპებსა და ტრალის კარებს შორის ნაწილდება. კაპიტანი სიღრმესა და გაშლილობას აკონტროლებს ჰიდრავლიკური ჯალამბრის საშუალებით, რომელიც ვარპებს თანაბრად ამოკრავს ან უშვებს. ანტარესით ცენტრალურ კიჩოზე აქვს დამაგრებული ბრაკეტი, რომელიც სრულად იღებს ბუქსირის დატვირთვას ამწის ნაცვლად, რაც ამცირებს მექანიზმზე დატვირთვას. სისტემა მუშაობს როგორც დიდი წყალქვეშა პარაშუტი, რომელიც გახსნილია ფოლადის კაბელებითა და ტროლის გარებით, როცა ის შუა წყალში მალში მოძრაობს. ბუქსირებისას ანტარესის კაპიტანი ესაუბრება ჰეროინის კაპიტანს, VHF რადიოთი. ეუბნება, რომ ჩრდილოეთით გააბამს, შემდეგ შორეულ ბოლოში შემოbrunდება და ქვემოთ ჩავიდეს დასაძინებლად, სანამ ეკიპაჟის სხვა წევრი შეცვლის. პელაგიკური ტროლერები Beauty Sound-ში ჩვეულებრივ ბუქსირებენ ხმულში, ზემოთ და ქვემოთ, მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ბოლოში ტრიალებენ. მოbrunებისთვის კაპიტანი ჯერ სიჩქარეს ბოლომდე უმატებს, რაც ბადეს ზღვის ფსკერიდან წევს. შემდეგ ხომალდს მკაცრად 90 გრადუსით ატრიალებს და ამ კურსს ინარჩუნებს, მანამ სანამ თოკებში მოდუნება არ გაქრება და დაძაბულობა ტროლის აღჭურვილობას არ დაუბრუნდება. მოbrunების პირველი ნაწილი დაახლოებით 4 წუთს გრძელდება. შემდეგ ის კიდევ 45 გრადუსით ტრიალებს, ინარჩუნებს მიმართულებას, მანამ სანამ აღჭურვილობა ისევ არ დაიჯიმება და შემდეგ ასრულებს ბოლო 45 გრადუსიან მოbrunებას. ასე სრულდება 180 გრადუსიანი U-ფორმის მოbrunება. სრული მოbrunება დასაწყისიდან ბოლომდე დაახლოებით 15 წუთს გრძელდება. მარჯვენა ბორტზე მოტრიალებისას ორივე ვარპი მჭიდროდ იჭიმება მარჯვენა უკანა მხარეს. გარე ვარპი, რომელიც ამ შემთხვევაში მარცხენა ბორტის ვარპია, მეტ დატვირთვას იღებს და მისი ტროლის კარი უფრო მაღლა იწევს წყალში. ამიტომ მარცხენა ბორტის თოკი უფრო მაღლა დგას, ვიდრე მარჯვენა ბორტის თოკი. თითქმის ისე, როგორც თვითმფრინავი მარჯვნივ გადახრისას. მოტრიალებისას ბადე ვიწროვდება და ორივე ვარპი ერთმანეთს უახლოვდება. ამიტომ ეკიპაჟი ყურადღებით აკვირდება, რომ ისინი ერთმანეთზე არ გადაიკვეთონ. ტროლერი ყველაზე დაუცველია მოტრიალებისას, ამიტომ მესაჯი ხიდზე რჩება, რათა საჯიროებისამებრ შეცვალოს კურსი მოტრიალების პროცესში. დაახლოებით 22:30-ზე საჭესთამყოფი ეკიპაჟის წევრი ურეკავს თავის ცოლს და ეუბნება, რომ ისინი არიან არანის კუნძულის უკან და რომ კაპიტანს გააღვიძებს 2 საათსა და 30 წუთზე. სამივე ტროლერი მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებს თევზაობას, რადიოკავშირი აღარ აქვთ. Hunterstone-ის არხში წყალქვეშა ნავი Trench Chant-ი ასრულებს ნავმების დაგების ცურთნას და სამხრეთისკენ მიემართება, რათა ფრეგატი ჩარიბდისი შეძლოს წყალქვეშა ნავის ძებნა და Trench Chant-მა აითვისოს თავის არიდების მანევრები. ამ ეტაპზე ხშირად იცვლება კურსი და სიჩქარე, რათა თავიდან აიცილონ აღმოჩენა და იპოვონ შანსი ჩარიბდისზე შეტევისათვის. ნოემბრის 22 რიცხვში, ღამის პირველ საათზე, წყალქვეშა ნავის სარდლობის ცენტრში მორიგეობა იცვლება, მაგრამ იგივე სტუდენტი რჩება მორიგე კაპიტნად. ღამის 1 საათი და 31 წუთია, როდესაც Trench Chant-ი პერისკოპის სიღრმეზე ადის, რათა ჩარიბდისი იპოვოს და სიმულირებული შეტევა განახორციელოს. სტუდენტი მორიგე კაპიტანი პერისკოპით ათვალიერებს ზედაპირს და მხოლოდ ფრეგატს ხედავს. შემდეგ წყალქვეშა ნავი კვლავ ჩადის. სონარი წყალქვეშა ნავებისთვის მთავარი საშუალებაა სხვა ხომალდების გამოსავლენად. ის 2 რეჟიმში მუშაობს, აქტიურში და პასიურში. აქტიურ რეჟიმში წყალქვეშა ნავი აგზავნის ხმოვან იმპულსებს, რომლებიც ობიექტებს ეჯახება და ახება და ეკოდ ბრუნდება, რითაც მათი მდებარეობა ჩანს. პასიურ რეჟიმში, რომელიც ყოველთვის ჩართულია, წყალქვეშა ნავი უსმენს სხვა ხომალდების ხმებს. ხმოვანი სიგნალის მიმართულებისა და სიხშირის მიხედვით, გამოცდილი სონარის ოპერატორები შეუძლიათ განსაზღვრონ ხომალდის ტიპი და მანძილი წყალქვეშა ნავიდან. ზედაპირული ხომალდების ხმაურის უმეტესობა პროპელერიდან მოდის. დიდ ხომალდებს აქვთ ნელი პროპელერები, ხოლო პატარა ხომალდებს სწრაფი. ზოგჯერ თუნდაც უძრავი ხომალდი შეიძლება წყალქვეშაც გაიგონოს, თუ ბორტზე მექანიზმები მუშაობს, მაგრამ ჩუმი ხომალდი ან ობიექტი პასიური სონარით ვერ გამოვლინდება. Trench Chant-ს აქვს სონარის რამდენიმე მასივი, რომლითაც ის ამოიცნობს ხმაურს, იჭერს ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების გადაცემებს და იღებს აქტიურ სონარს სხვა სამხედრო ხომალდებიდან. ღამის პირველი საათის 58 წუთზე Trench Chant-ის სონარი ამოიცნობს ახლო კონტაქტს დაახლოებით 350 მეტრში, იმ დროს, როცა წყალქვეშა ნავი ასრულებს 180 გრადუსიან მოხვევას მარცხნივ, ანუ მარცხენა მხარეს.
2 საათამდე ცოტა ადრე ინსტრუქტორი ასრულებს სავარჯიშოს, როცა ტრენჩანტი სტაბილურად მოძრაობს კომპასის 150 გრადუსზე, 6 კვანძის სიჩქარით და 60 მეტრზე ჩაძირული. როგორც კი სავარჯიშო სრულდება, ქარიბდისი ჩრდილო-დასავლეთისკენ უხვევს არანის ყელისკენ, რათა შეხვდეს კიდევ ერთ წყალქვეშა ნავს, HMS Otters, რომელიც ანალოგიურ ცურთნებს ატარებს უფრო ჩრდილოეთით. ინსტრუქტორი ეუბნება მორიგე კაპიტანს, რომ დარჩეს ამ ტერიტორიაზე და მოემზადოს სარდლობის გადასაბარებლად შემდეგი სტუდენტისთვის, რათა მანაც დაიწყოს თავისი სავარჯიშო ამავე პოზიციიდან. შემდეგ ინსტრუქტორი თოვებს საკონტროლო ოთახს, რათა კაპიტანს ოფიცერთა ოთახში დეტალური განხილვა ჩაუტაროს. 2 საათი და 4 წუთზე მორიგე კაპიტანი მარჯვენა ბორტზე უხვევს, ხოლო 2 საათი და 9 წუთზე ტრენჩანტი მიცურავს კომპასის კურსით 315 გრადუსით, კვლავ 6 კვანძის სიჩქარით და 60 მეტრის სიღრმეზე. 1 წუთის შემდეგ სონარზე 4 კონტაქტი ჩნდება. Trenchant-ის პასიური სონარი 4 კონტაქტს აფიქსირებს. კონტაქტი M01 იდენტიფიცირებულია, როგორც სამხედრო ხომალდი ქარიბდისი, რომელიც შორდება. კონტაქტ 03 და 05 კლასიფიცირებულია როგორც სათევზაო გემები, ხოლო კონტაქტ 45 აღრიცხულია როგორც სანაპირო გემი, თუმცა შეიძლება ასევე იყოს სათევზაო გემი. ზედაპირზე ქარიბდისის მეთვალყურეები ხედავენ 2 ტრალერს, რომლებიც ერთმანეთს უვლიან. ჰეროინი ჩრდილო-დასავლეთისკენ ტრალს მიათრევს, ხოლო ანტარესი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ტრალს მიათრევს, დაახლოებით 370 მეტრის დაშორებით, ერთმანეთს მარცხენა მხრიდან უვლიან. სონარის კონტროლიორი იტყობინება. კონტაქტი 05 მარცხენა წინა მხარეს, პელენგი 304 გრადუსია. ეს ნიშნავს, რომ სათევზაო გემი წყალქვეშა ნავის მარცხენა მხარეს პირდაპირ წინ ჩანს. რაც სონარის ოპერატორს არ იცის, არის ის, რომ ხმაურის წყარო ერთი კი არა, არამედ 2 გემია, ანტარესი და ჰეროინი. მათი ფელენგები ერთმანეთს ემთხვევა ფასიურ სონარზე, რადგან ფასიური სონარი მანძილს არ აჩვენებს, ორივე ტრალერი ერთ გემად ჩანს დაახლოებით ერთსა და იმავე მიმართულებით. 2 საათი და 13 წუთია. სონარის ოპერატორი 05 კონტაქტს ხმაურიან სამიზნედ აფიქსირებს უცვლელი პელენგით. უცვლელი პელენგი ნიშნავს, რომ წყალქვეშა ნავიდან მიმართულება არ იცვლება. გემი შეიძლება პარალელურ კურსზე მოძრაობდეს წყალქვეშა ნავთან. მანძილი შეიძლება იზრდებოდეს ან მცირდებოდეს. უცვლელი პელენგი ხელს უშლის წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს, რომ მანძილის გამოთვლა შეძლონ. ვერ გაარკვევენ, რამდენად შორს არის გემი. მანძილის გამოსათველად მათ აქვთ მუდმივი ბრძანებები, რომლებიც მოითხოვს მანევრს მანძილის დასადგენად. მათ სჭირდებათ კურსის ან სიჩქარის შეცვლა, რომ აიძულონ პელენგი შეიცვალოს, მაგრამ ისინი არც კურსს ცვლიან და არც სიჩქარეს. ღამის 2 საათსა და 16 წუთზე 05 კონტაქტი დაფიქსირდა 306 გრადუსზე, ნელა გადადის მარჯვნივ და ხმაურის მეტრზე აჩვენებს 35 დეციბელს. ამ დროს ანტარესი ჩვეულებრივად უხვევს სამხრეთ პოლოში, აჩქარებს სლას, რომ ამოიღოს ბადე. ამის 2 საათსა და 17 წუთზე 05 კონტაქტის პელენგი იცვლება 306 გრადუსიდან 322 გრადუსისკენ. ხმაური ძლიერდება და სონარის ოპერატორი იტყობინება, რომ ის სწრაფად მოძრაობს მარჯვნივ. მორიგე კაპიტანი უფლებამოსილებას გადასცემს შემდეგ სტუდენტს, რომელიც უნდა შეცვალოს იგი. ამ დროს ის რეაგირებს სონარის მოხსენებაზე, რომ მარჯვენა ბორტზე ახლო კონტაქტია და აძლევს ბრძანებას მარცხენა საჭეზე 15 გრადუსით მოხვევის შესახებ, ანუ მარცხნივ მოხვევას. შემდეგ ის ზრდის მოხვევას 30 გრადუსამდე. 2 საათი და 18 წუთია ღამით. ტრენჩანტი მოძრაობს კომპასზე 300 გრადუსის მიმართულებით, ხოლო კონტაქტი ნომერი 05 355 გრადუსის მიმართულებით და ისინი ერთმანეთს ჩაუვლიან მინიმალურ ზედაპირულ მანძილზე, დაახლოებით 180 მეტრზე. ზედაპირზე ჰეროინის მორიგე ხედავს, რომ ანტარესი მარჯვნივ სტარბორდისკენ ტრიალებს, რათა დაიწყოს კიდევ ერთი ჩრდილო-დასავლეთისკენ ბუქსირება. შემდეგ ის ყურადღებას აქცევს ჰერკულეს 3-ს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ბუქსირებს. მათ წინ ტრენჩანტზე მორიგე კაპიტანი ახალ კურსს აძლევს 260 გრადუსს. 45 წამით მოგვიანებით ტრენჩანტის საკონტროლო ოთახში ოფიცრები და ეკიპაჟი ისმენენ ლითონის ბრახუნსა და ხეხუნს, როცა წყალქვეშა ნავი ეჯახება ანტარეს, ტრაულს, ბუქსირების თოკებსა და გამანაწილებელ მოწყობილობას. მარჯვენა მხარეს მოშრებული ბუქსირების თოკი პირველია, რომელიც ეხება წყალქვეშა ნავს. შემდეგ კი მარცხენა მხარეს დაჭიმული თოკი, რომელიც ებმება ტრენჩანტის მარჯვენა მხარეს და იჭედება პარისტომის საძირკვლის ქვეშ, რომელიც პატარა სონარის ბუდეა ფინის წინა ნაწილში. რამდენიმე წამში გადახლართული თოკები ანტარეს მარჯვნივ ქაჩავს და მას თავდაყირა აბრუნებს. ზღვის წყალი სწრაფად აღწევს ღია მარჯვენა საჭის კაბინის ფანჯრიდან. Trenchant-ი გადაბრუნებულ ტრაულერს ზედაპირზე მიათრევს, სანამ ის წყალში არ ჩაიძირება და თოკები არ გაიწვედა.
ანტარესი კვლავ ამოდის ზედაპირზე თავდაღირა, მხოლოდ ცხვირის წინა ნაწილი ჩანს. სონარის ოპერატორი მაშინვე ატყობინებს, რომ სავარაუდოდ თრაულის ბადე გაიჭედა. მორიგე კაპიტანი აძლევს ბრძანებას ძრავების გაჩერებაზე. დარტმის დროს ნავიგაციის ოფიცერი აღნიშნავს ტრენჩანტის მდებარეობას, როგორც ჩრდილოეთით 55 გრადუსი, 39 წუთი და 5 წამი, დასავლეთით 5 გრადუსი, 3 წუთი და 3 წამი, სავარაუდო კურსით 285-დან 299 გრადუსამდე. მორიგი ოფიცერი აძლევს ეკიპაჟს ბრძანებას, მზად იყვნენ პერისკოპის სიღრმეზე დასაბრუნებლად, რაც ეკიპაჟისთვის სტანდარტული ვარჯიშის დაწყებას ნიშნავს. ყველა იკავებს თავის პოზიციას და ელოდება მითითებებს. შეჯახებიდან 45 წამში ინსტრუქტორი და ტრენჩანტის კაპიტანი ხმაურის გაგონების შემდეგ შედიან საკონტროლო ოთახში, ხოლო ნავიგაციის ოფიცერი მათ სიტუაციას აცნობს. სწრაფი შეფასების შემდეგ 2 საათსა და 22 წუთზე ინსტრუქტორი იღებს მართვას მორიგე კაპიტნისგან და აძლევს ბრძანებას ნელის სვლით 5 კვანძით წინ მარცხენა საჭის 30 გრადუსით, რაც ტრენჩანტს გადაჰყავს 0.90 გრადუსიან კურსზე. ამ დროს წყალქვეშა ნავი ადის 37 მეტრის სიღრმეზე. ინსტრუქტორი აკოვნებს ზედაპირზე ამოსვლას, სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ ზემოთ ზედაპირზე არ არის არც ერთი გემი. ეკიპაჟი ამოწმებს ზედაპირზე კონტაქტებს და ცდილობს ხელახლა აღმოაჩინოს კონტაქტი ნომერი 05, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ მას სონარზე. მანამ, სანამ ტრენჩანტი დასტაბინურდება 0.90 გრადუსიან კურსზე, წყალქვეშა ტელეფონის ოპერატორი იღებს ხმას, რომელიც აღწერილია როგორც ზღვის დარღვევა, რასაც მოჰყვება პროპელერის მოკლე წივილი, რომელიც გრძელდება მხოლოდ 5 ან 6 წამით. ეს არის ანტარესის ჩაძირვის ხმა. 2 საათი 39 წუთზე, მას შემდეგ რაც მანევრებით თავი დააღწიეს ნებისმიერ შესაძლო ზედაპირულ კონტაქტს, ტრენჩანტი ადის პერისკოპის სიღრმეზე. ინსტრუქტორი ათვალიერებს ტერიტორიას და ხედავს 2 თევზსაჯერ გემს ერთმანეთის ახლოს, ჰეროინს და ჰერკულეს 3-ს, მაგრამ წყალქვეშა ნავის ახლოს სხვა კონტაქტის ნიშნები არ ჩანს. ისინი წევს რადიო ანძას და უკავშირდებიან ქარიბდის, რათა კითხონ, თევზსაჯერ გემებს რაიმე პრობლემის შესახებ ხომა შეუტყობინებიათ. ქარიბდისი პასუხობს, რომ მათ არაფერი უჩვეულო არ გაუგიათ. შემდეგ ინსტრუქტორი მართვას ისევ ტრენჩანტის კაპიტანს გადასცემს, რათა ზედაპირზე ამოსვლა დაასრულოს. ზედაპირზე თევზსაჯერი გემის ჰეროინის მორიგე და ჰერკულეს 3-ის კაპიტანი VHF-ით საუბრობენ. ვერ ხედავენ ანტარესის სინათლეს და ვერც გემს რადარზე ამჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ გემი სამხრეთით ამ რაიონიდან გავიდა და თევზაობას აგრძელებენ. ამინდი მშვიდია, ქარი სუსტი და ცვალებადია, ცა მოწმენდილი და ხილვადობა დაახლოებით 7 საზღვაო მილია. ზღვის ტემპერატურა დაახლოებით 11 გრადუსი ცელსიუსია, ხოლო ჰაერის ტემპერატურა და დაახლოებით 6 გრადუსი ცელსიუსია. ნიშნულოვანი მიქცევ-მოქცევის დინება ამ ტერიტორიაზე არ არის. 2 საათი და 52 წუთი ღამით, ტრენჩანტი ზედაპირზე ამოდის კაპიტნის ბრძანებით. ეკიპაჟი ამოწმებს ხომალდს და პოულობს მავთულს, რომელზეც ჯაჭვის ნაწილი აქვს შემოხვეული წყალქვეშა ნავის პარიზის გუმბათზე. მავთული გადის მარჯვენა ბორტიდან, სადაც ჯაჭვი ჩასმულია გუმბათის მინისგან გამაგრებულ პლასტმასში. ის გუმბათის წინა მხარეს უვლის, შემდეგ ჩადის წყალში მარცხენა ბორტზე და ძლიერ დაჭიმულ მდგომარეობაში უკან გრძელდება. ტრენჩანტის ეკიპაჟი იყენებს ჭანჭიკის საჭრელებს. მავთულისა და ბადის უმეტესობა მოიჭრება და ზღვის ფსკერზე ვარდება. დარჩენილი მავთული და ჯაჭვი მტკიცებულებად ინახება. ინსტრუქტორი კვლავ უკავშირდება ქარიბდის, რათა კითხოს, რაიმე უჩვეულო დაინახეს ან მოისმინეს თუ არა. პასუხი უარყოფითია. შემდეგ ის გადასცემს შეტყობინებას VHF-ზე, მე-16 და სხვა არხებზე, რომ დაუძახოს 2 სათევზაო გემს, რომლებიც ადრე დაინახა კუმბრესის სამხრეთით. ჰეროინის მორიგე ესმენს ამ ზარს, მაგრამ უგულებელყოფს, რადგან ფიქრობს, რომ ეს სხვა ნავებისთვისაა განკუთვნილი, რადგან ჰეროინი უკვე კუმბრესის ჩრდილოეთით იმყოფება. დაახლოებით 3 საათი და 15 წუთი ღამით, მას შემდეგ რაც რადიოში არაფერი მოისმინა, ინსტრუქტორი ამ შემთხვევას ატყობინებს Fast Lane-ის საოპერაციო ოთახს. ის აცნობებს მათ, რომ ტრენჩანტი შეეჯახა თრალის ბადეს, მაგრამ მიაჩნია, რომ სათევზაო გემი, რომელიც შემთხვევაში მონაწილეობდა, უსაფრთხოა. 4 საათი და 10 წუთი ღამით, Fast Lane-ის საოპერაციო ოთახი აგზავნის ანგარიშებს კლაიდის საზღვაო სამაშველო კოორდინაციის ცენტრში. კლაიდის სამაშველო ცენტრი ცდილობს მეტი დეტალი გაიგოს და VHF არხი 16 საშუალებით გადასცემს შეტყობინებას კუმბრესის სამხრეთით მყოფ ყველა სათევზაო გემს, მაგრამ არავინ პასუხობს. 4 საათი და 15 წუთი ღამით, Fast Lane-ის ოპერაციების ოფიცერი ურეკავს კლაიდის მეთევზეთა ასოციაციის მდივანს, რათა შეატყობინოს ინციდენტის შესახებ.
ტრენჩანტი ზედაპირზე რჩება, სანამ კაპიტანი სიტუაციას აფასებს. ორი ახლომდებარე ტრალერიდან ერთ-ერთი ახლოს გაივლის, მაგრამ მათ შორის კონტაქტი არ მყარდება. ზუსტად დილის 5 საათზე, ზედაპირზე მშვიდი პირობების, საგანგაშო სიგნალების არ ქონისა და მხოლოდ მცირე დაზიანების მიუხედავად, კაპიტანი წვრთნის გაგრძელებას გადაწყვეტს. ისინი აცნობებენ fast lanes, შემდეგ ტრენჩანტი წყალქვეშ ჩადის და ოპერაციებს აგრძელებს. იმავე დილით, კლაიდის მეთევზეების ასოციაციის მდივანი ადგილობრივ პორტებში ამოწმებს ხომალდთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მაგრამ არავის სმენია რაიმე ინციდენტის შესახებ. 8 საათსა და 47 წუთზე დილით ის კვლავ ურეკავს კლაიდის სამაშველო ცენტრს და სთხოვს გაარკვიონ, რომელი ხომალდი იყო ჩართული და დაადასტურონ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან. კლაიდის სამაშველო ცენტრი იწყებს ამ რაიონში მდებარე ტრალერებთან დაკავშირებას. 9 საათსა და 53 წუთზე დილით, მას შემდეგ რაც ესაუბრებიან ჰეროინის კაპიტანს, ხვდებიან, რომ ანტარესი შეიძლება დაკარგული იყოს. ისინი ცდილობენ ანტარესს დაუკავშირდნენ, მაგრამ პასუხს ვერ იღებენ. ისინი ეძებენ ნავსადგურს, მაგრამ ვერაფერს პოულობენ. სამაშველო ცენტრი სთხოვს პრესტრიკის სამეფო საზღვაო ავიაბაზას, გაგზავნონ ვერტმფრენი გაროკ ჰედის სამხრეთით მდებარე ტერიტორიის მოსაძებნად. 10 საათი და 57 წუთია დილით, როდესაც ვერტმფრენი ამჩნევს თევზის ყუთებს და ნავთობის ლაქას, რაც იწვევს სრულმასშტაბიან საძიებო ოპერაციას მეორე ვერტმფრენის, ლამლოშისა და ტრუნის სამაშველო ნავებისა და ადგილობრივი სათევზაო გემების მონაწილეობით. ადგილობრივი სამაშველო პერსონალი მანქანებით გადაადგილდება სანაპიროზე, რათა მოძებნონ ვინმე ან რაიმე, რაც შეიძლება კლდეებზე გამორიყულიყო. ჰეროინი და ჰერკულესი სამი წყვეტენ თევზაობას, იღებენ ბადეებს და უერთდებიან საძიებო ოპერაციას. დაახლოებით 12 საათზე ტრენჩანტი ბრუნდება fast lane-ში, სავარჯიშო წვრთნის დასრულების შემდეგ. ნაომის სადგომთან მისვლამდე ნაკლებად ვიდრე 1 საათით ადრე, ეკიპაჟი იგებს, რომ სათევზაო გემი დაკარგულია. ჩარიბდისი სამხრეთისკენ მიემართება HMS Otterთან წვრთნის დასრულების შემდეგ, მას უკან იხმობენ, რათა დაეხმაროს საძიებო ოპერაციაში. შუადღის 1 საათი და 20 წუთისას ჩარიბდისი მიდის ადგილზე და ხდება ადგილზე ოპერაციის კოორდინატორი. სათევზაო გემი ბრიტანია კიდევ ერთ ნავთობის ლაქას ატყობინებს. ჰეროინი და ჰერკულესი სამი მიდიან იმ პოზიციაზე, რათა ანტარესის სონარული ძებნა ჩაატარონ. დაახლოებით 2 საათზე ისინი ზღვის ფსკერზე ახალ ნამსხვრევს პოულობენ პოზიციაზე. ჩრდილოეთ განედი 55 გრადუსი, 39 წუთი, 5 წამი. დასავლეთ გრძედი 5 გრადუსი, 3 წუთი და 5 წამი. 30 წუთის შემდეგ ჩარიბდისი იღებს კოორდინატებს და აღნიშნავს ადგილს ზედაპირული ბუით. ზედაპირული და სანაპირო გადაჩენილთა ძებნა გრძელდება 40 სამძებრო და სამაშველო ხომალდითა და 33 სათევზაო ნავით. ნოემბრის 23 რიცხვში სამეფო საზღვაო დამხმარე ხომალდი ტორეადორი ადასტურებს, რომ ნანგრევი ანტარესია. იგი მდებარეობს წყლის ზედაპირიდან დაახლოებით 150 მეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიმართული და მარჯვენა ბორცზე წოლაში. ანტარესის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანად დოკუმენტირებული შემთხვევაა, რომელიც სამეფო საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან არის დაკავშირებული. ოფიციალურმა გამოძიებამ გამოიწვია უსაფრთხოების წესების შემუშავება, რომელიც ახლა ვრცელდება ყველა სამეფო საზღვაო ფლოტისა და უცხოურ წყალქვეშა ნავზე, რომლებიც ბრიტანეთის წყლებში მოქმედებენ. ანგარიში დაისვა დასკვნა, რომ შეჯახების ერთადერთი მიზეზი იყო ვახტის ორგანიზებისა და სტანდარტების ნაწილობრივი დარღვევა ტრენჩის პორტზე. 1980-დან 1990 წლამდე საზღვაო ავარიების გამოძიების განყოფილებამ და სამეფო საზღვაო ფლოტმა დააფიქსირეს წყალქვეშა ნავებისა და ტრალების ბადეების ერთმანეთში ჩახლართვის 15-ზე მეტი შემთხვევა, რომლებიც უმეტესად დასრულდა დაზიანებული აღჭურვილობით და არა ადამიანების სიცოცხლის ან გემის დაკარგვით. 2 ეკიპაჟის წევრი ნანგრევებში იპოვეს, მესამე მის გარეთ, ხოლო მეოთხე დაახლოებით 5 თვის შემდეგ თევზსაჭერი ტრალერის ბადეში აღმოაჩინეს. სხვა კატასტროფის სანახავად, დააწყაპუნეთ ეკრანზე არსებულ ვიდეოზე ახლავე.